მოკლედ მოგესალმებით კიდევ ერთხელ დაპირების ამებრ როგორც ჩვენი სტუმარია ლია უკლება, მხატვარი, ფემინისტი, მოკლედ საინტერესო ადამიანი, კატო მიქელაძის პრემიის ლაურეატი უკვე შეგვიძლია გამარჯვება. მაინც ლაურეატი. დიაგნოზა კიდევ ერთხელ ამჯერად პირდაპირ ეთერში და მეც ვისურვებ კიდევ ბევრ პრემიებს და ბევრ გამარჯვებას. კი, შენზა გვინდა ყველაფერი დაი. მოკლედ ლია, დავიწყოთ სუსუ თავიდან, ანუ ესე იგი როგორ მოხდა შენი წარდგინება ამ პრემიაზე? მოკლედ როგორი იყო ამბები? მოგვიყევი მოკლედ შენი ისა კატო მიკელაძის პრემიის ამბები. რა ვიცი, წარდგინება მოხდა რამდენიმე ორგანიზაციისგან და პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა მოლოცვებისთვის და რაც შეეხება პრემიაზე წარდგინებას, პირველად წარმატგინა მიგრაციის სახლმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის დირექტორიც არის ლელა სებუა. შემდეგ იყო ტოლერანტობის და თავისუფლების ტოლერანტობის ინსტიტუტის ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ. შემდეგ უფლებადამცველების ნათია გვიანიშვილის და მწერალ თამთა მელაშვილის მიერ ვიყავი რამოდენიმე ორგანიზაციამ წარგადგინა და ლია მე მაინტერესებს ანუ ეს კატო მიქელაძის პრემია ვის გადაეცემა ხოლმე და კატო მიქელაძის პრემია დაარსებულია უკვე 3 წელია და გადაეცემათ ქალ უფლებადამცველებს ანუ იმ ადამიანებს ვინც ქალთა უფლებებისთვის არა მხოლოდ მთელი წელი ხო ზოგადად ვინც ქალთა უფლებებისთვის სიბრძვის. გასაგები. მოკლედ შენ ამბობდი ხოლმე რაღაცა არ ელოდი რა მაინც. რა თქმა უნდა არ ველოდი. როგორი შეგრძნება და როგორია რამე კიდე პასუხისმგებლობასაც ხო არ გაკისრებს ხოლმე ესეთი ჩემს გარდა წარმოდგენილი იყო ასევე კიდევ 16 კანდიდატი, ანუ სულ ვიყავით 17 ადამიანი და ეს ადამიანებიც რა თქმა უნდა აბსოლუტურად ღირსეული კანდიდატები იყვნენ და ყველა მათგანს ეკუთვნოდა იგივე პრემია და იგივე პატივი, რაც მე მერგო წელსწილად და ვერაფრით ვერ გამოვყოფ რომელიმეს მეტი ან ნაკლები წვლილი მიუძღვის ქალთა უფლებების თემაზე მუშაობა, შეიძლება ზოგს უფრო მეტი აქვს ისტორია და ზოგს ნაკლები, მაგრამ ყველა ღირსეულია რა თქმა უნდა და მე იქაც აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი რომ უხერხულობასაც კი განვიცდი იმის გამო რომ ამდენ ადამიანში ამომირჩიეს მაგრამ გაკეთდა დამსახურებულად აბსოლუტურად კი ანუ თემატიკა როგორც რაზეც ლია მუშაობს ბუნებრივად ეს არის ქალთა თემები გრძნობელობა რომელიც გვაქვს ქალებს ყველაზე უფრო მტკივნეული ფორმებით გამოხატული მოკლედ ზოგადად ამაზე რომ ისაუბრო ლია ანუ რა არის ეხლა ქალებისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ანუ რა აქტივობა უნდა გაწოლის დღეს დაწყებულია უკვე უკომპრომისო ბრძოლა. ესე იგი ან სიკვდილი ან გამარჯვებაო რაღაც ასეთი მოსგით მივდივართ. ოღონდ მაგრამ სხვანაირად აღარ შეიძლება უკვე. ან მართლა უნდა გავიმარჯვოთ ეს. კი, ნამდვილად კი სხვა არ გაგახსენდა გუში რო თქვენ. გუშის ციტატ მუშაობდით და ესა გვეკითხებენ რა კაცებიდან ანუ 1-4-5 კაცი და რას აკეთებთო, რას ხატავთო და ანიებნება რომ აქო ხატავთო ქალსო კოსმოსშიო და ერთეულნება მე დანარჩენს ხო გითხარი გაფრინდები მაგრამ ეს იყო ესეთი უკვე ეს დისკურსები არსებობს რომ ჩვენ უკვე ვართ ძალა ჩვენ უკვე ვხედავენ რომ ჩვენ ვართ ძალა და ჩვენ არა ვართ ის რაღაცებზე დაქვემდებარებული საწოდავი სამზარეულოს შეკუჭული კი ბატონო ქალები რომლებიც რაღაც ერთადერთი მისით არიან მოვლენილი ქვეყანას რომ კაცებს ემსახურონ ხო ნუ რას უკაცებს ლია
ახალი პროექტი გაქვს შენ მანამდეც ძალიან კარგი პროექტი განახორციელა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროექტი რა თუ გინდა ამ პროექტზე ხო ეს ახალი პროექტი street art-ი რომელიც ასევე მგონი ქალთა უფლებების თემაზე არის აჰა პირველი street art-ი რაც გაკეთდა ქალაქში წერეთლის ქუჩაზე ჯაზის კედელი ეს არ იყო ჩემი ინიციატივა და ჩემი პროექტი ეს იყო ლევან ბიბილეიშვილის პროექტი რომელშიც მე მიმიწვია მხატვრად ლევანმა და მე და ლევანი მუშაობდით თვენახევრის განმავლობაში ძალიან კომფორტულად ვიმუშავეთ კომფორტულად ერთმანეთთან თორე ქარში და წვიმაში ვიდექით ხო და ძალიან ლამაზი საერთოდ დარჩა პირველი მცდელობის თვის არ ჩანს ურიგო რა ვიცი გამომაურებების მიხედვით მე დღემდე აქტუალურია ეს კედელი მე ვარლია და მე ვიცი ძალიან კარგად ეს ფაქტია დღემდე ნამდვილად აქტუალურია ეს კედელი რამდენჯერაც არ ჩავიარეთ ყოველთვის ვიღაცები სოფლებს იღებენ და ვიღაცები ათვალიერებენ რაც შეეხება ახალ პროექტს რომელიც ახლა დავიწყეთ ეს არის ისევ street art-ი ახლა უკვე ორ ქალაქში ქუთაისში და წყალტუბოში ეს პროექტი დამიფინანსა ქალთა ფონდმა საქართველოში და ეს არის ჩემი მათი დაფინანსებული უკვე მეორე პროექტი ჩემი ერთი თქვენს კარგად მოგეხსენებათ და იმაზეც თუ გინდათ მე ვიცოდეთ კი აუცილებლად ეს ანუ ამ პროექტის ფარგლებში ქუთაისში და წყალტუბოში უნდა დავხატოთ თითო ნამუშევარი ქალთა უფლებების თემაზე და ახლა მუშაობ ქუთაისში გაპონოვის 3 ნომერში, სადაც 2 მეტრის სიგანეშია კედელი და მეტრანახევარია, მე მგონი თუ რაღაც მეტრა 60 სიმაღლეში, ანუ არც ისე პატარა, საკმაოდ ისეთი ვიზუალურად ძალიან კარგ ადგილზეა, ცენტრალურ ადგილზე და ვხატავთ ქალს, ბავშვიან ქალს კოსმოსში. რა გამოგვივა ნახოთ, მე თელი ვნებით მუშაობ და ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ, ნამდვილად ძალიან მიხარია, რომ ვაკეთებ. ახსენე წინა პროექტი შენ, ოპერატორმა მაყურებლის პეტრუჩიანი და სხვები. კი. მოკლედ ეს არის ძალიან ცნობილი კედელი ქუთაისში, უნდა ვთქვათ აუცილებლად, ანუ რაღაც ტურისტულ ზონად ნამდვილად ქუჩას არ მახსოვს ქუჩას რა ქვია, ლომონოსოვის ქუჩა, ხო, ლომონოსოვის ქუჩა, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ ამ ქუჩაზე, აუცილებლად გაიაროთ და დაისელფოთ. ხო, ანუ ეს ამბობდი, რომ სტუმრები როცა მოდიან ქალაქში, ძალიან ბევრი ადამიანის გამოგონდა, ღირსშესანიშნაობასავით, მოკლედ მიიყავს და აჩვენება. რა მიხარია, რა თქმა უნდა მიხარია. რა შეეხება იმ პროექტს, რაც მთელი ზაფხული ჩვენ ვიმუშავეთ, ხელოვნება ქალთა უფლებებისთვის, ეს იყო ისევ ქალთა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მოიცავდა ქუთაისის 5 სამიანო გინეკოლოგიურ კლინიკას, სადაც ჩვენ ჩავატარეთ ჩემი და ქრისტინე ერთ-ერთი ვენცე ქრისტინე რობაქიძის ნამუშევრების გამოფენა პლუს დისკუსიები ქალთა უფლებების თემაზე. ეს იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, ეს იყო ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, თუ ფიზიკურ ძალადობაზე და ასე შემდეგ. ანუ რამდენ 5 დისკუსია ჩატარდა და 5-ვე სხვადასხვა მოწვეულის მომხსენებელი ყავდა, ყველა კვალიფიციური მომხსენებლები იყვნენ და 5-ვე სხვადასხვა თემაზე ჩატარდა ეს დისკუსია და მე ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი შემდგარი პროექტი. ვინაიდან ჩვენ ჩაუტარეთ კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ჩვენ ჩაუტარეთ დისკუსიები იმ ადამიანებს რომლებიც და გამოფენები იმ ადამიანებს რომლებიც აბსოლუტურად არ ელოდნენ ამას იმ სივრცეში რა სივრცეში თვითონ მიდიოდნენ როგორც პაციენტები ან როგორც პაციენტების მნახველები და უცებ აღმოჩნდნენ გამოფენებზე და აღმოჩნდნენ დისკუსიის ეპიცენტრში ეს ნამდვილად მომწრე ვიყავ ამ ყოველთვის და ჩართულობაზე აი ზუსტად ის ამბობს მარტო ჩართულობის მხრივაც იყო ძალიან საინტერესო რომ ადამიანები გვისმენდნენ ადამიანებს უჩნდებოდათ თან ძალიან ბუნებრივად არანაირი რაღაც ის ხო ძალიან ისე შინაურულად რა არ იყო ეს ისეთი იმიტომ რომ დაძაბული გარემო და რა მომხსენებლებიც იყვნენ ისეთი ადამიანები ძალიან კარგი ადამიანები რომლებიც არასოდეს პედესტალიდან არ ლაპარაკობენ და ყოველთვის უშუალოდ ამოკიდებულია აი ხა ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ ეს არის ლიას დაჯილდოების ცერემონიალი კატოს გადაცემის მომენტი ალბათ იმედია შემდეგი ფოტოებიც იქნება გიგა აგე ეს ხდებოდა ბათუმში ჰილტონში სასტუმრო ჰილტონში სულ რამდენიმე დღის წინ და მე თავი
თავიდანვე აღნიშნე, რომ ყველას არ აქვს ახლა ლიას მოწევს. ცნობილი ფემინისტები. შანსი ევიდაპირ ეთერში თქო და აი ამ ექსკლუზივს გაიმარჯვა, მოკლედ უნდა ექსკლუზივი მომიპოვეთ. აჰა. მოკეთ ბოდიშილია გაგაწყვეტილი აუცილებლად არა უშავს მე უკვე დავასრულე პრინციპში არის ანუ ჩართულობაზე ვლაპარაკობ ხო ნუ თქვი რომ საკმაოდ ისეთი კარგი იყო ჩართულობა უშუალო იყო გარემო ხალხი გაიხსნა ლაპარაკობდა შეკითხვებს თვის შენი ყოველი ახალი ნახატები ემატება ყოველ გამოფენაზე კი თითო ახალი ნამუშევარი იქნებოდა კი ბატონო გასაგებია მეტი შეკითხვა ისეთი ისეთი არის რის თქმაც გინდა და არასდროს არ გეკითხებიან ადამიანები ჟურნალისტი მაგაზე დიდად რო არ გიჟღერებს ჩაწერებზე და ჟურნალისტებზე კი იცით თვითონ პიროვნულად არავისთან პრეტენზია არ მაქვს მაგრამ მაინც არ გიждები ახლა ჩაწერაზე მაგრამ მინდა ის გამახსენდა უცებ მიგრაციის თემა რომელზედაც ჩვენ გვქონდა ივენთი მე და ნელა სეპუას უნივერსიტეტში როცა ძალიან მწვავედ დადგა მიგრანტ ქალების საკითხი და აღარ მინდა ახლა ამ თემების ხელახლა გამეორება და მაშინ იყო ისევ ქრისტინეს და ნამუშევრების გამოფენა და ჩემი ერთ-ერთი ინსტალაცია წარმოდგენილი რომელიც იმიტომ გამახსენდა ახლა რომ ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და იქ მე წარმოვადგინე ინსტალაცია დედაჩემი ტანსაცმელებით და სკოჩით აწყობილი ობიექტი ქალის ნატურალური ზომის სკულპტურა რომელიც იატაკზე იყო დაწვენილი სტუდენტი ამოიცნობდა ამ კი ნამდვილად დიდი გამოხმაურება მოყვა წერეთელში ამ ნამუშევარს ანუ ემოციის გარეშე ყოველ შემთხვევაში არავის არ ჩაუვლია და მე მიხარია რომ ეს ნამუშევარიც ასე ვთქვათ ადამიანის გულებამდე ადამიანების გულებამდე მივიდა და ხელოვანის დანიშნულებაც ამ როცა რაღაცას აკეთებ ზუსტად ეს არის ხო შენ მიტანო ვიღაცამდე ისენი ნამუშევარი და ვიღაცას რაღაც შეურხიო რაღაც ხო რაღაც ჩემთვისაც აი მაგალითად ხელოვნების დანიშნულება ეს არის და რაღაც სამაღლებული და რაღაც რა თქმა უნდა ის კარგი ალბათ რა თქმა უნდა მაგრამ იცით კი რა თქმა უნდა როცა რაღაცას გრძნობ და რაღაც საკუთარს პოულობ ამაში ეს უფრო მეტად საკუთარ გამოხატულება კი იდენტიფიცირება და მეც კიდე დავამატებდი რომ ხელოვნება არ ნიშნავს იყო ხელოვანი არ ნიშნავს ჟარგონით სვეცკაობას ან შენ არაფრით არ ხარ სხვაზე უკეთესი თუ შეგიძლია ხატვა და რაღაცა ყველამ არ უნდა ის საკმეველი არ უნდა გიქნიოს და წინ ყვავილები ან ფიანდაზები არ უნდა გიფინოს შენ თუ ხარ მხატვარი შენ თუ ხარ მწერალი და ასე შემდეგ და გაქვს რაღაც ეს ნიჭი ზე და კალთა და ესე ყვავილები დახმარ გზაზე რო იყო ეს ვერც კარგი მხატვარი ვერ იქნება და ალბათ ზუსტად მაგას ვამბობ ნებისმიერ ჩვენთაგანი რა პროფესიაშიც არ უნდა ვიყოთ მე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ომში კი ჩვენ უნდა გამუდმებულ ბრძოლაში უნდა ვიყოთ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ძალიან პათეტიკურია შეიძლება მაგრამ სულაც არ მიმაჩნია რომ ეს პათეტიკურია ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ სულაც არ არის პათეტიკური შეგანათლების უკეთესი მომავლისკენ მომავლისთვის და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ რომელი პროფესიის ვართ მხატვრები ვართ ჟურნალისტები ვართ მწერლები ვართ თუ ხო ჩვეულებრივ ოჯახში მხოლოდ ოჯახში ვართ მუშევარი თუ ასე შემდეგ აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა აი შეგნება ჩემი აზრით ნებისმიერ ჩვენთაგანს უნდა გქონდეს და ზუსტად ამ შეგნებით უნდა გავზარდოთ ასევე ჩვენი შვილებიც თუ გვინდა რომ შედგეს ჩვენი სახელმწიფო როგორც სახელმწიფო და ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა ეს ძალიან საინტერესო და კარგი სიტყვებისთვის ალბათ ბევრი ადამიანი დაიმახსოვრებს და გაითვალისწინებს ლიან სიტყვას და რა ვიცი წარმატებები კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ლიამ მართლა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოკლედ გვიხარო მე უკვე პროექტის დასრულების სტუდენტთა მოგიწევს კარგი დიდი მადლობა მოკლედ დავშვიდობებით ლიას და ჩვენი ბოლო რუბრიკის დრო ქალაქები ხო კი ამსტერდამი ხო საინტერესო ამბებით ამსტერდამი, მოკლედ, როგორც უკვე ვიცით, ესე იგი ახლა ჩვენ ვნახოთ არქიტექტურა და ბევრად უფრო საინტერესო რამეები მე ინტერნეტ შეგიძლიათ მოიძიოთ. მოკლედ, აქვე უნდა დავემშვიდობოთ, არა მარიტა?
კარგი ბატონო, მაშინ დაგემშვიდობებით, მოკლედ სასიამოვნო დღეს გისურვებთ და ხვალ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. იმედია რამენაირი შეფერხებების გარეშე. მოკლედ მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე თქვენ უყურებთ ჩვენ დღეს ქუთაისში და ასევე შეგახსენებთ ჩვენი Facebook-ის გვერდს ჩვენ დღეს ქუთაისში ქართული შრიფტით აკრებეთ ხოლმე და ასევე დაგვაიწყდა გვეთქვა რომ კითხვების თუ გექნება ჩვენ სტუმართან შეგიძლიათ დაუსვათ ჩვენ აუცილებლად კითხავთ თქვენს მიერ დასმულ კითხვებს. გემშვიდობებით, ხვალამდე ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.